საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა ერთი ფრაგმენტი გრიგოლ ორბელიანის პოემიდან სადღეგრძელო. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პოემა უცნაური კომპოზიციის არის. იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის სადღეგრძელოების ერთგვარი ნაკრები. პოეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მომავალზე ფიქრი და როდესაც ფიქრობდა ის მომავალზე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა იხსენებდა წარსულს, თუ როგორი წარსული ჰქონდა საქართველოს, როგორი დიდი კულტურის მატარებელი იყო და გულისწყდებოდა, რომ მე-19 საუკუნეში, როდესაც გრიგოლ ორბელიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ეს დიდი კულტურის მქონე სახელმწიფო იყო დაკნინებული, დაბეჭავებული, შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქონდა დაკარგული, საქართველო არ იყო თავისუფალი. ერთი პატარა ლექსი დაწერა გრიგოლ ორბელიანმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. დავბერდი, ბეც ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო, გულს მიკლავს უიმედობა, საფლავს ჩავდივარ წუხარეო. მართლაც ისე მოხდა, რომ გრიგოლ ორბელიანი გარდაიცვალა 1893 წელს და არაფერი არ შეცვლილიყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა თავისუფლებისაკენ და ასე რომ მართლაც მწუხარე ჩავიდა საფლავში და თან ჩაიტანა ოცნება საქართველოს თავისუფლებისა. ამ პოემაში კი სადღეგრძელო რომ დაარქვა და რომელსაც თავდაპირველად ერქვა ტოლუბაში, წარმოჩენილია როგორ ამბობს თამადა სადღეგრძელოებს. ტოლუბაში სწორედ თამადას ნიშნავს და პოემის სრული სახელწოდება ასეთია: სადღეგრძელო, ანუ ომის შემდგომ ღამელხინი ერევნის სიახლოვეს. თავარი გმირი, როგორც გითხარით, თამადა, იგივე პოეტი, პოეტის ალტერ ეგო, სწორედ ის წარმოათქმევინებს თამადას ამ სადღეგრძელოებს, რომლებშიც გახსენებული არის საქართველოს დიდებული წარსული. ამ პოემას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წერდა გრიგოლ ორბელიანი, ასწორებდა რაღაცა სხვადასხვა ვარიანტი არსებობს პოემისა. 1827 წელს დაიწყო და 1870 წლამდე ასწორებდა და რაღაც სხვადასხვა ვარიანტს ქმნიდა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს პოემა. აქ გაცოცხლებულია, როგორც გითხარით, ჩვენი წარსული, ოღონდ წარსულიდან ყოველი ეპიზოდი კი არა, არამედ ისეთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მაგალითად ის იხსენებს ქართველ მეფეებს, რომელთა ღვაწლს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმისთვის, რომ საქართველოს ეარსება როგორც სახელმწიფოს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, აქ გახსენებული არის მირიან მეფე, რომელმაც შექმნა საქართველო როგორც სახელმწიფო, რომლის დროსაც შეიქმნა ქართული დამწერლობა. შემდეგ აქ იხსენებს ვახტანგ გორგასალს, იხსენებს რა თქმა უნდა თამარ მეფეს, დავით აღმაშენებელს, მაგრამ ერთ დეტალს მინდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ის ფარნავას იხსენებს და ისე წარმოაჩენს თითქოს, როდესაც მის სადღეგრძელოს ამბობენ მოლაშქრეების შესვენების დროს ლხინისას, თითქოს ფარნავაზი გამოჩნდება, მისი აჩრდილი დაადგება თავზე ამ მეომრებს, მაგრამ ამ აჩრდილს თითქოს ვეღარ უცნია საქართველო. და ეს არის სწორედ სამწუხარო. რატომ ვეღარ უცნია? იმიტომ რომ საქართველო უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც მას ახსოვდა. სხვადასხვა ასეთივე რამ წარმოჩენილია გრიგოლ ორბელიანის სხვა ლექსშიც, რომელსაც ჰქვია თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში. იქ პოეტი წარმოგვიდგება თამარის ხატის წინ, ფრესკის წინ დაჩოქილად, მლოცველად და ევედრება, რომ თამარი მოევლინოს ისევ საქართველოს და ისევ აღუდგინოს ძველი ღირსება. და იქ პოეტი წერს, რომ თამარს თვალები აქვს ზეცისკენ მიპყრობილი და ყურადღებას არ აქცევს მლოცველ ქართველს, რადგან ვეღარ უცნია თავისი შვილი. და რატომ ვეღარ უცნია ეს ქართველი მისი ფრესკის წინ დაჩოქილი? იმიტომ რომ ის არის ღირსება აყრილი, მას არ გააჩნია თავისუფალი სამშობლო და თამარისთვის კი ძნელი საცნობია, რა თქმა უნდა, ასეთი დაბეჭავებული საქართველოს შვილი. ერთი სიტყვით აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სადღეგრძელოა, რომელიც მინდა რომ აუცილებლად წაიკითხოთ და ახლა ჩვენ რა თქმა უნდა შევეხოთ აი ამ სადღეგრძელოს, რომელშიც წარმოჩენილია მამულის სიყვარული და ფიქრი იმაზე, თუ რა არის მამული. ალბათ თქვენ ხშირად დაფიქრები ხართ, ხო ამ საკითხს, რა არის სამშობლო? მე მიყვარს სამშობლო, ვამბობთ, მაგრამ შეიძლება არ გავიაზრებთ, რომ რას ნიშნავს ეს მამულის სიყვარული. მამულის სიყვარული ნიშნავს იმის შემეცნებას, იმის გააზრებას, იმის წარმოდგენას, თუ რას მოიცავს ეს მამული, რას გულისხმობთ ამ ცნებაში.
სამშობლო ეს არ არის რა თქმა უნდა მარტო ლამაზი მთები, პეიზაჟები და ბუნება, რომელიც ასე უხვად მოგვიძღვნა ღმერთმა და თითქოს დედამიწაზე საუკეთესო ადგილები გამოარჩია, ხომ საქართველოსთვის. არამედ ეს არის აგრეთვე საქართველოს ისტორია, საქართველოს კულტურა, ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა ქართული ენა, სარწმუნოება, ასე რომ სამშობლოს სიყვარული ნიშნავს აი ამ ყოველივეს ცოდნას, რა თქმა უნდა. ამ ყოველივეს ცოდნას და არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შემდეგ იმის უნარს რომ გაუფრთხილდე ამ ყოველივეს შეინახო და შემდეგ თაობიდან თაობას გადასცე, როგორც შენ გადმოგესა. ეს კიდევ არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტვირთი. ალბათ ამიტომაც ამბობდა ტიციან ტაბიძე, რომ დაუბადებულ ვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელიო. აი ეს უღელი არის, ესე იგი ეს სიყვარული, იმიტომ რომ ადამიანი უნდა გძნობდეს აი ამ ტვირთს. თვითონ სიტყვა მამულიც ყურადღებას იქცევს. მამული რა თქმა უნდა იგივე სამშობლოა და მინდა გაგახსენოთ რომ ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნეში ძალიან წუხდა რომ მამულმა დაკარგა თავისი მნიშვნელობაო. კონკრეტულად რას ხედავდა ილია და აი ამ ფიქს ის წარმოაჩენდა რა თქმა უნდა მთელ თავის შემოქმედებაში, მაგრამ განსაკუთრებით ერთ წერილში, რომელსაც ქვია ზოგიერთი რამ და რომელსაც გირჩევთ რომ წაიკითხოთ. მოკლედ აი ამ წერილში წერს რომ მამულმა დაკარგა შინაარსი აი ამ სიტყვამ, იმიტომ რომ ამ სიტყვას როდესაც წარმოთქვამს ქართველი, ახსენდება მხოლოდ და მხოლოდ ის ეზოყურე, რომელიც მას გააჩნია, ის სახნავი მიწა, მცირე მიწა, რომელიც მას აქვს და მამულის მოვლა პატრონობა არის მხოლოდ აი მიწის მოვლა პატრონობა. ესე იგი ისე დააკნინდა ქართველი კაცი და ისე დააკნინა ამ სიტყვის მნიშვნელობა, რომ მისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ კერძო რაღაცა, რაც პირადად მას ეკუთვნის, მისი საკუთრებაა და აი მამულის აი ამ ყოვლად მყრობელ მნიშვნელობასო ასე ამოსილია ვერ აღიქვამს, რომ მამული ეს არის საყოველთაო მნიშვნელობის სიტყვა, ეს არის ყველასთვის საერთო. მამული ყოველ ქართველს რა თქმა უნდა ანიჭებს ღირებულებას, ასე ვთქვათ, ჩვენ რომ ქართველები ვარსებობთ და ჩვენ რომ გაგვაჩნია გარკვეული ღირებულება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულ ერს წარმოვადგენთ, საქართველოს მივეკუთვნებით, ასე ვთქვათ, ჩვენი სიცოცხლით, ჩვენ ვართ მატარებელნი ამ ენისა, ამ კულტურისა, რომელიც საქართველოს აქვს, ხომ? ამიტომაც ეს ყოველივე კარგად უნდა გავაცნობიეროთ და ჩვენი ფიქრი უნდა იყოს ყოველთვის აი ესეთი განზოგადებული და მთელ მამულს უნდა მოიცავდეს, მთელ სამშობლოს უნდა მოიცავდეს. ამიტომაც წერს გრიგოლ ორბელიანი ამ ლექსში ასეთ სტრიქონებს: ჰე მამულო, სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებით ავსილიო. ესე იგი, როგორც კი წარმოთქვამ აი ამ სიტყვას მამულს, უკვე სხვანაირი გრძნობა და განცდა უნდა გაგიჩნდეს. სულ სხვანაირად უნდა განიმსჭვალო ყოველივეს მიმართ, რაც შენ გარშემოა. და უპირველეს ყოვლისა, ქართველს უნდა გაუჩნდეს სურვილი მამულის დაცვისა, რა თქმა უნდა, და როდესაც ეს ლექსი იწერება, მართლაც იყო მამული დასაცავი. მაგრამ ეს ყოველივე როდი ჩაბარდა წარსულს, მამულს ყოველთვის სჭირდება დაცვა. თუ კი შენ აღასრულებ იმ საქმეს, რომელიც გევალება, მაშინ შენ გამოხვალ მამულის დამცველის როლში. მე მინდა ერთი მინიატურა გაგახსენოთ, ნიკოლ ორთქიფანიძის არაჩვეულებრივი მინიატურა, იყიდება საქართველო. აი ესეთი საინტერესო სათაური აქვს ამ მინიატურას და ის წერს ნიკოლ ორთქიფანიძე, რომ იყიდება საქართველო ყველგან, ყველა ყიდის, დიდიც, პატარაც, მოხუციც, ყველა პროფესიის ადამიანი და ამ გაყიდვაში მას გულისხმობდა, რომ არავინ არ აკეთებს თავის საქმეს, არავინ არ ფიქრობს საზოგადოზე და ყველა შეპყრობილია იმის ფიქრით, თქვა რა ჩაიცვას, რა ჭამოს, რა დალიოს, ერთი სიტყვით, კერძო საზრუნავებით არიან ყველანი დაკავებულნი და ეს კერძო საზრუნავები თანაც მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ სამყაროს, ასე ვთქვათ, სხეულებრივი საზრუნავებია. არა და ბარათაშვილიც, სხვა მწერლებიც და გრიგოლ ორბელიანიც, რა თქმა უნდა, როდესაც წერენ მამულზე, კითხვი შეიგრძნობს, რომ ეს არის რაღაც ამაღლებული და ადამიანის ფიქრები რაღაც განსხვავებულისაკენ უნდა მიისწრაფოდნენ, რაღაცა განზოგადებულისაკენ. და გრიგოლ ორბელიანი ამიტომაც წერს, რომ ვინ გიხილოსო სამშობლოს მიმართავს, აი როგორც სულიერს, როგორც ცოცხალს, რომელსაც სკივა, რომელსაც უხარია და ეს სიხავი და ტკივილი გამოწვეულია იმით, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში. და როგორც გითხარით, გრიგოლ ორბელიანი წერს, რომ აი ვინ გიხილოს შენ უნუგეშო მდგომარეობაში, რომ არ ეცადოს, რომ გამოასწოროს შენი მდგომარეობა, ესე იგი და არ შესწიროს თავიო შენს დიდებას როგორც მსხვერპლიო. ესე იგი, ყოველი მამულიშვილი უნდა ეწირებოდეს მსხვერპლად. მამულიშვილიო, ვამბობთ ამ სიტყვასაც ძალიან იშვიათად გაიგონებთ. არა და ილია ჭავჭავაძე სწორედაც მამულიშვილს იყენებდა ძალიან ხშირად.
და რა თქმა უნდა ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა იდებოდა აი ამ სიტყვაში მამულიშვილად იწოდებოდა ის ადამიანი რომელსაც ძილშიც არ ეძინა მამულის ბედზე მოფიქრალთ ასეთნი რა თქმა უნდა სხვადასხვა დროს ხან მეტნი იყვნენ ხან ნაკლებნი და იმის და შესაბამისად საქართველოს მდგომარეობაც იყო შესაფერისი ასე ვთქვათ თუ ბევრი მამულიშვილი ყავდა სამშობლოს მაშინ საქართველო უკეთესად იყო და თუ ნაკლები მამულიშვილი ნაკლები მოფიქრალი მამულზე მაშინ რა თქმა უნდა ის იყო უნუგეშო დაბეჭავებული ღირსება აყრილი და სწორედ ამგვარ მდგომარეობაში იყო საქართველო გრიგოლ ორბელიანის დროსაც როგორც გითხარით სამშობლოს ცნება ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და როდესაც ბავშვი იზრდება თანდათან შეიმეცნებს თუ რა არის სამშობლო უპირველეს ყოვლისა როდესაც ბავშვი თვალს გაახელს არა ხედავს მშობლებს ხედავს გარემოს ხედავს ბუნებას და რა თქმა უნდა იმჭვალება ყოველივე ამის მიმართ სიყვარულით და გრიგოლ ორბელიანის ამიტომაც ამახვილებს ყურადღებას იმ ადგილებზე რომლებიც არის დაკავშირებული სწორედ ადამიანის ბავშვობასთან ის ამბობს რომ სამშობლო სწორედ აქედან იწყება ამიტომაც ადამიანს უყვარს თავისი ბავშვობის გახსენება, როდესაც ის იყო უზრუნველი, როდესაც მშობლები მას იცავდნენ, პატრონობდნენ. რა თქმა უნდა, სამშობლო იწყება იმ პირველი სიყვარულიდანაც, რომელსაც განიცდის ადამიანი. ამიტომაც ამ ლექსშიც ცოცხლდება, თქვათ, აი ამგვარი სახეები, პოეტი აცოცხლებს, ხატავს ქალწულებს, რომლებიც მიდიან ტაძარში, რათა ილოცონ და ღმერთს შეესწრონ თავიანთი სიყვარულის გადარჩენა. რა თქმა უნდა, პოეტისთვის არის სამშობლო ეს ლაჟვარდი, რომელიც ცაზე, ლაჟვარდოვანი ცა, რომელიც გუმბათივით გვახურავს ცაზე და იმისათვის რომ ეს სილამაზე ჩვენი ბუნებისა შეგვაგრძნობინოს გრიგოლ ორბელიანმა, რა თქმა უნდა, ის იყენებს მხატვრულ სახეებს. მაგალითად, ნახეთ როგორ გვიხატავს მზეს. ცისა კამარა მორთულია, რა თქმა უნდა, ლაჟვარდოვანი ცა არის და მასზე ხელმწიფებრ დადის, ესე იგი მზე მიდის. მასზე მავალსა ხელმწიფებრ მზეს წყინვით განსხივებულსა, ესე იგი ჩვენ მზე უნდა წარმოვიდგინოთ აი ასეთად, როგორც ხელმწიფესავით, როგორც სამყაროს ბრძანებელი, აი ასე წარმოჩნდება მზე. მართლაც მზის გარეშე ხომ სიცოცხლე არ იქნებოდა. ის არის სიცოცხლის მომნიჭებელი, სითბოსი, ხო, სინათლის მომნიჭებელი დედამიწისათვის და ამიტომაც მას წარმოიდგენს სწორედ ასე, როგორც ხელმწიფეს. დღე არის მშვენიერი, რა თქმა უნდა და მზე არის გამამშვენიერებელი დღისა, მაგრამ არანაკლებ ლამაზია, რა თქმა უნდა, ღამეც და ნახეთ როგორ გვიხატავს ღამეს. ღამით ესე იგი, როდესაც აიხედავს ადამიანის ცაზე, დაინახავს ვარსკვლავიან ფირუზ ცას. ფირუზი ეს არის ძვირფასი ქვა, ცისფერი და აი ამგვარად წარმოაჩენს ცის სილამაზეს. თოვარით განათებულსა, თუ დღე იყო გაკაშკაშებული მზის სინათლით, ღამით ესე იგი მთვარის ნაზი და მკრთალი შუქით არის განათებული ირგვლივ ყოველივე და თითქოს საიდუმლო ბურუში არის ყოველივე გახვეული. რა თქმა უნდა, პოეტის მზერა მისწოდება აი ამ მაცოცხლებელ ჰაერს, ასე ვთქვათ, რომელიც გვაქვს ჰაერს, ასე ვთქვათ, რომელიც სიცოცხლეს გვანიჭებს, რომელიც აუცილებელი არის სიცოცხლისათვის და აი ეს ჰაერი თითქოს შეზავებული არის სურნელით, საოცარი სურნელით, რომელსაც აფრქვევენ, რა თქმა უნდა, ყვავილები. პოეტი გვიხატავს, აი შეგვაგრძნობინებს, როგორი ლამაზი არის ეს საქართველოს პეიზაჟები. ამიტომაც წარმოაჩენს ესე იგი ძალიან მაღალ მთებს, უზარმაზარ მთებს, რომელთაც თავზე თითქოს ყინულის გვირგვინები ადგათ. უბრალოდ ხომ შეეძლო რომ დაეწერა, რომ ყინული დევს მთებზე, მაგრამ არა, მან ასე წარმოაჩინა მთები, რომ ისინი არიან ყინულის გვირგვინებით შემკობილნი და ამგვარად ხაზი გაუსვა მათ დიდებულებას. სხვათა შორის ამგვარად მთების დახატვა მის სხვა ლექსებშიც ხდება, მაგალითად საღამო გამოსალმებისა ულამაზესი ლექსია და მე გირჩევთ რომ ის ლექსიც წაიკითხოთ. შემდეგ გვიხატავს მდინარეებს, მდინარეთა ზვირთებს, რომლებიც აი ზვირთები ერთმანეთზე გადადიან და ალმასის ნაპერწკლებს ისვრიან თითქოს. ასევე ხატავს ის უფსკულებს, ჩაბნელებულებს, კლდეებს, რომელთაც თვალი ვერ გადასწვდებათ და კლდეების ხატვისას ჩნდება მონადირეც, რომელიც ჯიხვებზე ნადირობს. როგორც ვიცით, ჯიხვები კლდეებში ბინადრობენ და მათზე ნადირობა მონადირისაგან მოითხოვს განსაკუთრებულ ვაჟკაცობას და სწორედ აი ესეთი ვაჟკაცი მონადირეები არიან საქართველოში. მოკლედ, პოეტის მზერა ყოველივეს მისწოდება, ასე ვთქვათ, და მკითხველის თვალიც, ასე ვთქვათ, ტკბება.
და გულში უჩნდება რაღაც საოცარი სიხარულის განცდა, რომ თვითონაც ქართველია და ყოველივე ამის თვალნათლივ ხილველი, ასე ვთქვათ, ეს ყოველივე ჩვენ გარშემოა, ეს მშვენიერი ბუნება და მას შემდეგ რაც ამ მშვენიერ ბუნებას ხატავს, წარმოაჩენს პოეტი ქართველის ბუნებას. აი ამ მშვენიერ ბუნებაშიც ადამიანი უნდა იყოს სხვანაირი, ხო? ამაყი, დაუმორჩილებელი და ასეთი სტრიქონებია, ძალიან ცნობილი ყველასათვის. სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა? რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი სამშობლო უყვარს, ხომ? ეს იქნება ფრანგი, ინგლისელი თუ რუსი. და შეიძლება ყველა მსგავსად თქვას, მაგრამ რადგან გრიგოლ ორბელიანი არის ქართველი, სწორედ ასე წარმოაჩენს საქართველოს გამორჩეულობას, რომ სხვა საქართველო არსად არ არის. არც ერთი კუთხე ქვეყნის ასეთი ლამაზი არ არის და აი ამ სილამაზეს ქმნის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, პოეტის დიდი სიყვარული. აი ეს დიდმა სიყვარულმა წარმოათქმევინა პოეტს. ახასიათებს ის ქართველ ხალხს, როგორია ქართველი ხალხი, გულადი, პურადი და მებრძოლი შავის ბედისა. შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა, იგი უმხნე, იგი უმღერალი, მოყარე თავის მიწისა. ესე იგი ქართველი ამ სტრიქონებში წარმოჩნდება როგორც ძალიან ღირსეული, ამაყი, დაუმორჩილებელი, არაჩვეულებრივად გულკეთილი, კარგი სტუმარი, ვთქვათ, კარგი მასპინძელი, რომელსაც შეუძლია დიდი სიყვარული უცხოს მიმართაც კი გამოავლინოს და ყურადღებას იქცევს ის, რომ ის არის მებრძოლი შავი ბედის წინააღმდეგ, რომ ქართველი არასოდეს ბედს არ დამორჩილდება, რომ მას აქვს ანდამატივით გული, ანდამატი არის მაგნიტი, რომელიც ყოველივეს იზიდავს. მაგრამ კითხვის შეიძლება გაუჩნდეს განცდა. თუ ქართველი ასეთი დაუმორჩილებელია, თუ ასე არ ეგუება ბედს, მას რატომ იყო საქართველო მე-19 საუკუნეში ასეთ უნუგეშო მდგომარეობაში და ეს კითხვა რა თქმა უნდა არის ბუნებრივი, მაგრამ გრიგოლ ორბელიანს უნდა შეახსენოს ქართველ კაცს, რომ როგორი იყო ის ყოველთვის. ეს არის ერთგვარი იდეალები და ამიტომაც წარმოაჩენს სწორედ ასეთად ქართველს. არა დაკნინებულად, დაბეჭავებულად და დამცირებულად, არამედ სწორედ ესე ღირსეულად, რომ ყოველი ქართველი, რომელსაც ამას წაიკითხავდა, აი ამ პოემას, ყოველ ქართველს უნდა აღძროდა სიამაყის გრძნობა, რომ ის ქართველი იყო, რომ მას ასეთი წინაპრები ჰყავდა და რომ მას არ ეკადრებოდა ისეთ დაბეჭავებულ მდგომარეობაში ყოფნა, როგორშიც იყო. როგორ მდგომარეობაში იყო, მას არ ჰქონდა სამშობლო, მას არ ჰქონდა ენა და მას არ ჰქონდა სარწმუნოება. ეს რა თქმა უნდა გაზვიადებულად არის ნათქვამი, მაგრამ თუ იბღალება შენი ენა, თუ იბღალება შენი სარწმუნოება და თუ შენს ეს არ აქვს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შენ ახარ დაბეჭავებული და ღირსება აყრილი. ამიტომაც არის, რომ გრიგოლ ორბელიანი აი ამ ლექსით უპირველეს ყოვლისა სწორედ ამას აღვიძებს კითხულში, რომ მას გაუჩნდეს გრძნობა სამშობლოს დაცვისა, რომ სიცოცხლე ფუჭად ჩაივლის, თუ კი ეს სიცოცხლე არაფერში გამოადგა მამულს. ამიტომაც წერს, რომ სოფელი იმად არ აღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა. ესე იგი, ეს წუთი სოფელი იმად არ აღირს, რომ ადამიანმა იფიქროს, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს. ამაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, არამედ იმაზე, როგორ გამოადგეს მამულს, როგორ შესწიროს სიცოცხლე მამულის კეთილდღეობას. ამიტომაც მის სადიდებლად ჩვენც უნდა შევხვდეთო უშიშრად 1000 მახვილს. ეს რა თქმა უნდა არის გაზვიადება, ხო? მხატვრული ნათქვამია, მხატვრული სახი არის და გულისხმობს, რომ ჩვენ უამრავ მტერსაც არ უნდა შეუშინდეთ და უნდა შევებრძოლოთ და მოუკვდეთ, თუ კი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა. აი ასეთ პატრიოტულ განცდებს აღძრავს აი ეს ლექსი. სადღეგრძელო, რომელშიც მამულის სიყვარული არის წარმოჩენილი. ეს სტრიქონები, რომლებიც მე წაგიკითხეთ, სხვა საქართველოს სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა, რა თქმა უნდა, ყველა ქართველს უყვარს ეს სტრიქონები და ძალიან მოსწონდა ანა კალანდაძესაც, ამიტომ როდესაც მან დაწერა თავისი მშვენიერი ლექსი საქართველოზე, საქართველო ლამაზო, აი ეპიგრაფად სწორედ ეს სტრიქონები წარუმძღვარა, სხვა საქართველოს სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისაო. მე მინდა გაგახსენოთ ბაშიაჩუკი, აკაკი წერეთლისა, რომელშიც ერთი პერსონაჟი ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ სახელმწიფო, ეს ეროვნულობა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც რტომრავალი ხე, რომელმაც რომ იარსებოს, რომ ფესვები ღრმად გაიდგას მიწაში, არა მხოლოდ ოფლით მორწყვა სჭირდება. ოფლით მორწყვა რას ნიშნავს? რომ ამ ხეს სჭირდება მოვლა, გარჯა, ოფლი უნდა დაღვაროს ადამიანმა ამ გარჯაში, არამედ მოწამეობრივი სისხლიცო. ესე იგი, რას ნიშნავს, რომ ეროვნებამ რო იარსებოს, საქართველოს როგორც სახელმწიფო რომ არსებობდეს, უნდა იყვნენ ადამიანები,
რომლებიც მზად არიან, რომ სიცოცხლე შესწირონ მის თავისუფლებას, მის კეთილდღეობასა და მის ბედნიერებას. აი ასეთ ფიქრებს აღგვიძრავს ეს შესანიშნავი ლექსი. მე მინდა რომ წაიკითხოთ, რა თქმა უნდა, გირჩევთ რომ წაიკითხოთ მთელი სადღეგრძელო და გაეცნოთ ჩვენს სახელოვან წინაპრებს, რომლებიც აქ არიან მთელი ღირსებით წარმოჩენილნი. გმადლობთ ყურადღებისათვის.